ქართულ საზოგადოებას საერთოდ უჭირს მტკივნეულ საკითხებზე საუბარი. ან მეორე მხრივ ხდება ხოლმე ძალიან ხშირად ესეთი შავ-თეთრი ხედვა, კარგი იყო, ცუდი იყო, მხოლოდ ეს. საბჭოთა პერიოდი არის ძალიან დიდი მონაკვეთი ჩვენი უახლოეს ისტორიაში. მთელი მე-20 საუკუნის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის საბჭოთა პერიოდი. მის გავლენებს დღემდე განვიცდით ჩვენ საქართველოში, ეს სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა, რადგანაც მთელი თაობები გაიზარდნენ და სანამ ეს პერიოდი მართლაც სერიოზულად შესწავლილი არ იქნება, მე ვფიქრობ, რომ ეს თაობიდან თაობაში კიდე გადაეცემა ბევრი ისეთი შეიძლება ითქვას თვისებაც კი, რომელიც არ არის კარგი დემოკრატიული თავისუფალი სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის, თავისუფალი აზროვნებისათვის. შეიძლება ჩვენ ვლაპარაკობდეთ ძალიან ხშირად შუა საუკუნეებზე და ვლაპარაკობდეთ ჩვენს უახლოეს წარსულზე, მაგრამ რადგანაც ეს უახლოეს წარსული სწორედ მტკივნეულია, ჩვენ ვერ მოვახერხეთ სერიოზულად ლუსტრაცია ამ ქვეყანაში, ჩვენ გაურბივართ ძალიან ხშირად მტკივნეულ საკითხებს და უფრო ადვილად მინდა რომ მაგალითად ეს საკითხები გადავწყვიტოთ და ვთქვათ, რომ მაგალითად ეს იყო ჩვენთვის თავს მოხვეული რეჟიმი. კი, მართალია, საქართველო 1921 წელს ოკუპირებული იქნა საბჭოთა ჯარების მიერ, საბჭოთა წითელი არმიის მიერ, საბჭოთა კავშირი მიერ შეიქმნა და ერთ-ერთი დამფუძნებელი საბჭოთა საქართველოს იყო, მაგრამ ეს იქნებოდა ძალიან ადვილი გადაწყვეტა ამ საკითხისა. ასაკურია საკითხი ბევრად უფრო რთულია, ბევრად უფრო კომპლექსურია და ამ კომპლექსურ საკითხისა მიდგომა უფრო კომპლექსური უნდა იყოს.